გორის ხელოვნების სახლის გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და გამომცემლობა ინტელექტის ერთობლივი ინიციატივით დაე იკითხოს თავისუფლებამ თანასწორობის კუთხე გაიხსნა. ხელოვნების სახლს 103 წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგონების გაძლიერების, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების შესახებ. გარდა ამისა, ღონისძიებაზე საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას, ქალებისა და გოგონების გაძლიერებასა და მათ უფლებებს. Salmabit ეს არის რიგით 25 თანასწორობის კუთხე, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით გაიხსნა საქართველოს რეგიონებში. ამ კუთხეების მთავარი მიზანი არის, რომ გაიხსნას ისეთი სივრცე, სადაც იქნება დისკუსიები, შეხვედრები, განსაკუთრებით ახალგაზრდების მონაწილეობით, გოგონების მონაწილეობით, სადაც თანასწორობა, მათ შორის გენდერული თანასწორობა, სოციალური თანასწორობა არის მთავარი საკითხები, რაც განიხილება და ჩვენ ასეთ დროს მოგვაქვს ხოლმე თაროები, რომელიც ავსია წიგნებით, იმიტომ რომ გვჯერა, რომ ლიტერატურა არის ერთ-ერთი ის კარი, რომელიც ხსნის ზუსტად იმ სამყაროში შესასვლელს, სადაც არის თანასწორობა, სადაც არის იმის სივრცე, რომ გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები, გავიგოთ ახალი მოსაზრებები და შესაბამისად გავხდეთ უფრო, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი და აქტიური მოქალაქეები ამ ქვეყნის. გორში ვარ პირველად წიგნებით და ძალიან დიდი პატივია და მიხარია, რომ ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული და ვეცდები რაღაცა ჭკვიანურები, რაც შემომრჩა ტვინში ამ ბოლო პერიოდის არეულობის ფონზე. ვთქვა, წიგნების პოპულარიზაცია და ბიბლიოთეკების გახსნა არის ის პირველი ნაბიჯი, რითიც ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები შეიძლება სულ სხვა მიმართულებით შეატრიალო. ხო, ჩვენ ცხოვრობთ დროში, როდესაც პროპაგანდა ყოველდღიურად ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფიქრის დრო, ადგილი და საშუალება დაგვიტოვოს და ყველაფერი გამზადებული და დაღეჭილი მოგვცეს კი არა ტვინში ჩაგვიდოს და ლიტერატურა და ზოგადად წიგნიერება ამასთან საბრძოლოად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მგონია. რაც შეეხება თანასწორობის კუთხეს, ხო, არ ვიცი, ძალიან ისეთი რაღაცების მტკიცება გვიწევს 21 საუკუნეში, რაც წესით ნათელი უნდა იყოს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გამომცემლობა ინტელექტის შორის და ასევე აღსანიშნავია, რომ ეს თანასწორობის კუთხის გახსნა რეგიონებში გრძელდება. თებერვლის თვეში 4 თანასწორობის კუთხე გაიხსნება გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. ვფიქრობ, ეს ძალიან საჭირო და სასარგებლო ამბავია, იმიტომ რომ სხვადასხვა სოციალური ბარის თუ ახალგაზრდების შეკრების ადგილას იქნება უფასო სამკითხველოები და წიგნები, რომელიც იციან რეგიონებში, რომელიც აინტერესებთ და ასევე ისეთი წიგნები და ამბები, რომელიც ჯერ აღმოუჩენელია. და თუნდაც აქ გორში ხელოვნების კლუბში, კლუბი ქვია ხო? ხო, და თუნდაც აქ გორში ხელოვნების სახლში წარმოდგენილ თანასწორობის კუთხეში ბევრი საინტერესო უცხოელი თუ თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნია, რომელიც დარწმუნებული ვარ დააინტერესებს და მიიზიდავს მკითხველს.